წმინდა ისააკ ასურის სწავლანი კადნიერებისათვის. როცა შევიყვარებთ ამ ქვეყნისგან მორიდებას, ქვეყნიურ საქმეთა მოძულებით ვიგებთ, რომ არაფერი ისე არ მოგვარიდებს ამ ქვეყნიურობას და მოაკვდინებს ჩვენში არსებულ ვნებებს და ამრავლებს სათნოებებს, როგორც გლოვა და ტირილი გულისა გამოწვლილვით. მორცხვი კაცის სახე ემსგავსება სიყვარულის თავმდაბლობას. არაფერი ისე არ გვაახლოებს ამ ქვეყნიურ საქმეებს, ლოთებსა და არაწმინდა ადამიანებს, რომლებიც იქ არიან, და არაფერი გვაშორებს ღვთიურ გულისხმიერებასა და სიბრძნეს და მისი საიდუმლოებების წვდომას, ვიდრე მოურიდებელი სიცილი და ლაღობა, რადგან ეს არის სიძვის ეშმაკისგან. რადგან ვიცი საყვარელო შენი სიბრძნე, ამიტომაც გევედრები სიყვარულით, რომ ამ ეშმაკისგან თავი დაიცვა, რათა მან სითამამით არ გააგრილოს შენი სული ქრისტეს სიყვარულში, რომელმაც ნაღველის გემოიგემა შენთვის, როცა იგი ჯვარზე იქნა გაკრული. ტკბილი გარჯისა და მონდომების ნაცვლად, რაც უნდა გქონდეს ღვთისადმი, შენ სულს ღვიძლის დროსაც კი აავსებს ოცნებებით, ხოლო ძილისას შებღალავს ბოროტის სიზმრებით, რომელთა სიმყრალესაც ვერ ტვირთულობენ წმინდა ანგელოზებიც კი, და გაგხდის შენ სხვათა დასაბრკოლებელსა და საკუთარი თავის შემარცხვენელს. აიძულე თავი, რათა ქრისტეს თავმდაბლობას მიემსგავსო, რომ უფრო მეტად აღეგზნოს შენში მის მიერ დანთებული ცეცხლი, რომლისგანაც აღმოიფხრება ყოველგვარი ქვეყნიური სურვილები, რომლებიც მოაკვდინებენ ახალ ადამიანს და არ ცხვენენ მას წმინდა და ძლიერი უფლის სამყოფელში. მინდობილი ვარ წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებს, რომლის მიხედვითაც ჩვენა ვართ ღვთის ტაძარი, უნდა გავწმინდოთ უფლის ტაძარი, როგორც თავად წმინდაა იგი, რათა მოეწონოს მას და დამკვიდრდეს იქ. გავამშვენოთ იგი ისე როგორც თავად არის მშვენიერი და შევამკოთ იგი ყოველგვარი წმინდა და პატიოსანი საქმეებით. უკმიოთ მას საკმეველი მისი ნებისამებრ წმინდა და მხურვალე ლოცვით, რისი მოპოვებაც შეუძლებელია თუ ერის ხალხში ვიქნებით არეული, რათა მოეფინოს ჩვენ სულს მისი დიდების ნათელი, ჩვენს გულებში აენთოს მისი ძლიერების ცეცხლი და სიხარულითა და მხიარულებით აივსნენ ყველანი ჩვენთან სიახლოვეში. ხოლო ამის არ მქონენი და უტიფარნი ამას მოაკლდებიან სულიწმინდის מחვილით. შენს თავს ყოველთვის გაახსენე ძმაო და უთხარი, ჰოი სულო, მოახლოებულია ამ ქვეყნიდან შენი გასვლა, რისთვისა ხარობ იმ საქმეებით, რომელთაც დღეს თუ ხვალ დაშორდები და უკუნისამდე იმათ ხედვას მოაკლდები. გაიხსენე შენი ადრინდელი საქმეები და გაიაზრე თუ რა გაქვს ჩადენილი, ანუ ვისთან გაატარე შენი ცხოვრების დღენი, ანუ ვინ მოიწონა შენი გარჯა და საქმენი, ვის ნებას ასრულებდი, რომ შენი სხეულიდან გასვლის ჟამს მოგეგებოს იგი, ან ვისი მსახური იყავი, რათა მოისვენო მის ნავსადგურში, ან ვისთვის დაშვერი, რომ მასთან მიხვიდე სიხარულით, ან ვინ შეიძინე მოყვარედ მომავალი ცხოვრებისთვის, რათა როცა იქ მიხვალ მან შეგიფაროს სიყვარულით, რომელ ბაღში მოგიწია მუშაობა, ან ვინ უნდა გადაგიხადოს შრომისათვის საფასური მზის ჩასვლისას, რაც არის სიკვდილი. გამოიკვლიე შენი თავი სულო და გაარკვიე, რომელ ქვეყანაშია შენი ნაწილი და თუ გაგივლია ის ქვეყანა, რომელიც თავის მუშაკთ ნაყოფად აძლევს ეკალ ბარდებს, ხმა ამოიღე და შეღაღადე უფალს, რომელიც მოწყალე არის და უფრო მეტად შეიწირავს შენი გულის სიღრმიდან ამოსულ კვნესას,
ვიდრე არის სხვა სახის შესაწირი. შენი პირიდან უნდა ისმოდეს შეწყალების ხმა, რათა შენს გამო გამხიარულდნენ წმინდა ანგელოზები. ცრემლებით დაასველე ლოყები, რათა შენში დამკვიდრდეს წმინდა სული, რომელმაც უნდა განწმინდოს შენი ცოდვები. ცრემლებით ეცადე მოალპო ღვთის გული შენდამი, რათა შენ მოგეახლოს თავისი მოწყალებით. ევედრე მარიამსა და მართას, რათა მათ გასწავლონ გლოვა, რომ შეღაღადო უფალს შესაბრალი ხმითა და მხურვალე ცრემლებით და უთხრა მას შემდეგი ლოცვა. უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, რომელი ეგე მოწყალებითა შენითა სტიროდი ლაზარეს ზე და დასთხიენ მის ზედალ მობიერებით წმინდანი ეგე ცრემლნი შენი. შეიწირე ცრემლნი ესე სიმწარისა ჩემისანი და ვნებითა შენითა ვნებათაგან სულსა ჩემსა ულხინე და სულნელებითა მით უხრწნელთა ხორცთა შენთათა სიმყრალე ხორცთა ჩემთა განასუნელე და ნაღულითა მით რომელი დაბადებულთაგან მიიღე დაატკბე სული ჩემი სიმწარისა მისგან, რომელი მივიღე მტერთა ჩემთაგან. აღმართებითა ჯვარისა შენისათა აღმართე გონება ჩემი ეშმაკთაგან მიდრეკილი. მიდრეკითა წმიდისა თავისა შენისათა ჯვარსა ზედა აღმართე თავი ჩემი მტერთაგან დათრგუნვილი. ხელითა წმიდითა შენითა, რომელი განიპყრენ ჯვარსა ზედა, აღმომიყვანე მე სიღრმეთაგან ცოდვათა ჩემთასა. ყვრემლის ცემითა მით და ნერწყვითა პირისა წმიდისა შენისათა, განსწმინდე პირი ჩემი შებღალული ცოდვითა ურჯულოებათა ჩემთათა. და სულითა წმიდითა შენითა, რომელი ჯვარსა ზედა შევედრე მამასა, წარმიძღვე მე მისვლად შენ და მიმართ გზათა ურჯულოებისა ჩემისათა. რამე თუ არა მაქვს მაცხოვარ გული მწუხარე მოძიებად შენდა, არა მაქვს სინანული და ლმობიერება, რომელი მოაქცევს განწირულთა სასოებად და არა მქონან მეუფეო ცრემლნი ნუგეშინის საცემელად სულისა ჩემისა. დაბნელებულ არს მეუფეო გონება ჩემი და ვერ მოიქცევის შიშსა შენსა. განგრილებულ არს გული ჩემი სიმხურვალისაგან სიყვარულისა წმინდისა შენისა და არა აქვს სულსა ჩემსა გამბანა ცრემლითა მით, რომელი სათნო არ შენდა. არამედ შენ იესო ქრისტე, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო, რომელმან მომიყიდენ მე სისხლითა წმიდითა შენითა. აცცა მომადლე მე სინანული და გული მტკივნეული, რათა გამოვიდე მე ყოვლითა გულითა ჩემითა ძიებად შენდა მწყემსისა მაგის სახიერისა და მკურნალისა მაგის განწირულთასა. რამე თუ თვინიერ შენსა არა განიკურნებიან წყლულებანი ესე სულისა ჩემისანი და უცხოვარ მე ყოვლისაგან კეთილისა, უკე თუ არა მომადლო მე მადლითა შენითა. მომადლე მე სახიერო მადლი შენი მამისა მიერ წმიდისა, რომელმან უწინარეს საუკუნეთა ქშვა შენ თანამოსაყდრედ მისსა. განაახლე სულსა შინა ჩემსა შვენიერება იგი ხატისა შენისა და სულისა მიერ წმიდისა განანათლე სული ჩემი დაბნელებული ცოდვითა. მეუფეო ჩემო და სახიერო და კაცმოყვარეო, რაღაცა თუ მე დაგიტევე შენ, არამედ შენ სახიერებისათვის შენისა ნუ დამიტევებ მე. რაღაცა თუ მე წარსყიდე ნეფსით თავი ჩემი სამწყსოისა შენისაგან, არამედ შენ მოწყალებითა შენითა გამოვედ ძიებად ჩემდა და შემიყვანე მე ბაკსა შენსა და თანაშემრაცხე მე ცხოვართა მათ კურთხეულთა სამწყსოსა შენისათა და გამომზარდე მე მათთანა საძოვარითა მით საიდუმლოთა წმინდათა შენთათა. რათა ღირს ვიქმნე უღირსი ესე მონა შენი, ხილვად ნათელსა პირისა შენისასა, რამე თუ შენი არ სუფევა
ძალი და დიდება, თანა მამით და სული წმინდით ურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.